ახლა ჩვენ კიდევ ერთხელ ვუბრუნდებით ზურგით, სადაც დღეს კოალიცია ქართულმა ოცნებამ მასშტაბური რიგით მე-11 მანიფესტაცია გამართა. მანიფესტაციის დასრულების შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა კომენტარი, რაც აცხადებს კოალიციის ლიდერი. ამას ახლა იმედა დარსალიასთან შევიტყობთ, ის პირდაპირ ეთერში გვერდობა იმედა საღამომშვიდობის. ჩვენი ოცნების ძალიან დიდი ნაწილი ახდა გამარჯვება კარს მომდგარი. ასე დაიწყო ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან საუბარი, მან კომენტარი არცის დასრულებისთანავე გააკეთა. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რაც დღეს ზუგდიდში მოხდა. ჩვენ მხოლოდ სამეგრელოში ვაგებდით არჩევნებს და დღეს ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა, ასე ფიქრობს ბიძინა ივანიშვილი. მან თქვა, რომ სამეგრელოში ბაჩუ ახალაიას ფაქტორი უკვე აღარ არსებობს. ამათი დაშლა ძალიან იოლია და ნახავთ, ცოტა ხანში ნახეთ როგორ დაიშლება და როგორ დაიწყებენ სირბილს უყველანი. აი ეს დაინახეთ ცოტა ხანში, ცოტა დაელოდეთ. სხვადასხვა ძალიან ხშირად პრობლემა დაფიქსირდა ივანიშვილა იმდენია სხვათა შორის მაგ გუნდში შეიძლება ყველაზე აზრიანია, მაგრამ ჩვენ გუნდში მაგას ძალიან დაბალი ადგილი ექნებოდა ჩვენ გუნდში. და მაგათ გუნდში არა, რა თქმა უნდა, მერაბიშვილს არაფერი ადგილი არ ექნება ჩვენს გუნდში და მასაც დიდი პრობლემები ექნება სამართალთან ჩემი აზრით. რამდენადაც მას ძალიან დიდი პოსტები ეჭერა, როდესაც საქართველოში უამრავი დანაშაული გახორციელდა. მერაბიშვილი აი გუნდში ყველაზე, როგორ გითხრათ, ყველაზე დაბალანსებულია და ყველაზე ზომიერია. და სააკაშვილმა აი ბოლო ტოტი მოჭრა, როდესაც გაათავისუფლა და ახალაია დანიშნა მინისტრად. კი არ დააწინაურა, გაათავისუფლა თანამდებობიდან რეალურად. ეხლა ისევ შემოუბრუნდა ვანოს, თუ ნახეთ გადრეში მეომრებთან და სულ რამდენიმე წუთი წინ აქ ამ მოედანზე მე ვთხოვ ოპერატორს ანახოს ეს მოედანი, მაშინ როდესაც ქართული ოცნების მხარდამჭერები იდგნენ, სავსე იყო ეს მოედანი, შემოვიდა ერთი მიკროავტობუსი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებით, აქტივისტებით, რომლებმაც რამდენიმე წრე დაარტყეს ამ მოედანს. ანუ მე ძალიან ფრთხილი ვიქნები და ვიტყვი, რომ აქ იყო პროვოცირების მცდელობა, თუმცა ეს არ მომხდარა საბედნიეროდ. მათ რამდენიმე წრე დაარტყეს და შეძახილებით დატოვეს ეს ტერიტორია. მე მინდა აღვნიშნო, რომ საათნახევრის განმავლობაში დღეს ზუგდიდის შესასვლელთან და მე ასეთი რამე არ მინახავს არც ერთ რეგიონში, არც ერთ რაიონში, სადაც ქართულმა ოცნებამ ჩაატარა აქციები. საათნახევრის განმავლობაში აქ უწყვეტ ნაკადად მოდიოდა ქართული ოცნების მხარდამჭერთა კოლონა. დიდი მადლობა, იმედა დარსალია საუბრობდა ზუგდიდიდან პირდაპირ ეთერში.